სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ მირზა ბუჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი უკვე დააკავა. შემთხვევა გუშინ საღამოს ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. ბუჩუაძე საავადმყოფოში მიყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა. საავადმყოფოში სამართალდამცველებსა და გარდაცვლილის მეგობრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მირზა ბუჩუაძის ახლობლები ექიმებისგან მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. უმძიმესი მდგომარეობა იყო შემოსვლისთანავე. აღენიშნებოდა ქალატვინის ღია მძიმე ტრავმა, ჰემორაგიული შოკი. პაციენტი შემოსვლისას დაახლოებით 1 საათში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მირზა ბუჩუაძე ქურდობის ფაქტზე იყო მხილებული, რის გამოც სამართალდამცველები მას მისდევდნენ. გარდაცვლილის მეგობრები გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და ყაჩაღობაში მის მონაწილეობას გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით გარდაცვლილს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის მოთხოვნას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა. Prawa არ ქონდა ამ ადამიანს იმ დროს ჯერ ახლა თუ კი რამე გააფუჭა ადამიანმა მანქანა ინათხოვრა წამოვიდა და უბანში სეირნობს ხო და უბრალოდ შეხედა prawa არ ქონდა მე ასე მჯერა რომ prawa არ ქონდა გაიქცა ახლა და თან ჩიხია რა ვერ გაიქცევ იქ და უბანში დგია პოლიცია თელი დღე და არ იცის რომ იქ ჩიხია და ვერ გაიქცევ ადამიანი სავარაუდოდ მანქანაზე იჯდა და არ ვიცი გადამოწმების მიზნით ალბათ მოთხოვეს გაჩერება და არ დამორჩილების ფაქტზე არის ნასროლი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში გუშინდელი შემთხვევის დროს გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც ქუთაისში გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტია. მე ძალიან წუხوارდა, ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა. მე მინდა მიუსამძიმრე ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარავდა და გუშინ ყისიერი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ. თვითონ სამინისტრო მოახდინა რეაგირება და პროკურატურამ ერთობლივად და როგორც იცით პოლიციელი არის დაკავებული და ჩვეულებრივ კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულს. პროკურატურის განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პოლიციელს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების პროცესში ჩაერთო სახალხო დამცველიც.